მაღალი ჩაწოდება, თავი დარტყმა და ანგარიში გახსნილია და მათე ვაწაძე. გატანილი გოლის ავტორი, გამოცდილი ფორვარდი, შეძლო და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით გახსნა ამ შეხვედრაში ანგარიში. მათე ვაწაძისათვის ეს ამ სეზონში მეორე გოლია. შეიძლება სახიფათო დარტყმა მარჯვენა ფრთიდან, კიდევ ერთი დარტყმა და 2-0 ანგარიში 2-0 გახდა და ეს მორჩილაძე გახლავთ გატანილი გოლის ავტორი. დინამოს მე-11 ნომერი გატანილი გოლის ავტორი. დინამო თბილისი უკვე ძალიან კომფორტული ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა დღევანდელ შეხვედრაში. მაღალი ჩაწოდება, რა კარგად უგდებდა იქ საჯარიმო სიღრმეში ბოთელი ფეხბურთელი, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოიტანეს დინამოელებმა, მაგრამ შეტევა გრძელდება, კიდევ ერთი ჩაწოდება, ეს კარისკენ დარტყმას უფრო გავდა და შვიდად თამაშობს სტეფან სიკაჩი. ჩაწოდება მაღალი თავით, მხოლოდ შეხება იყო თავით თამაში. ცოტა გადაჭარბებული იქნებოდა, მაგრამ გრძელდება დინამოს იერიში, შორიდან დარტყმა და მაკოტლეარო თამაშობს. კარგად, კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი. ფაჩულია. კარგად თამაშა ამ ეპიზოდში, აბუაშვილს გადააწოდა, აბუაშვილი ვნახოთ რა სიზავს, სრულ მოძრაობა, გავიდა თითქოს დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ აი კიდევ ერთი დარტყმა მეკარე თამაშობს, აქაც ფაჩულია და საბოლოოდ კუთხურია, თუ რა ხდება? კარგი ეპიზოდი იყო, ესეც კარგი ეპიზოდი იყო. ძალიან რეალური შანსი იმის, რომ ანგარიში შეიცვალოს. პასია საჭირო, ლომინაძე მიიღო ეს პასი, დაარტყა და ყოჩახ ამ ეპიზოდში. ეს ძალიან კარგი შესრულება იყო და ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი დინამოს ფეხბურთელებს. ლომინაძეს სჭირდებოდა გოლი, ლომინაძესთვის ეს გოლი ყველა სჭირდება, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისათვის მნიშვნელოვანი იყო ალბათ, რომ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაეტანა.